7 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს აღნიშნავს. სახარების თანახმად იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი იყო. მან მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. წმინდა ნათლისმცემლის მშობლები მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი იყვნენ. იოანე მათ სიბერის ასაკში შეეძინათ. იერუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულებისას წმინდა ანგელოზმა მღვდელმთავარ ზაქარიას ამცნო, რომ მას ვაჟი შეეძინებოდა და უწოდებდა იოანეს. იოანე უდაბნოში ხალხს ცოდვეებში ამხელდა და მონანიებისკენ მოუწოდებდა. მონათლა მრავალი ებრაელი, აგრეთვე იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. დღესასწაულო წირვა გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში მამა ილია ჭოველიძემ აყავლინა. იოანე ნათლისმცემელი არის ჩვენი ყველას ნათლია, ვინც მონათლულები ვართ, ჩემო ძვირფასები რა. არა მარტო უფლის ნათლია იყო ის, არამედ მთელი კაცობრიობის ნათლია, ვინც მოინათლა ქრისტიანული წესით და რა ვიცი, მე ვთხოვ იოანე ნათლისმცემელს, როგორც უდიდეს კაცს, პირველ კაცთა შორის და საახეს მონაზვნისას, რომ დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი. დღევანდელი ამისთანავ დაძაბული მდგომარეობისგან გამოგვიყვანოს და მოგცეს გონიერება, სულიერი თვალი აგვიხიროს, რომ სწორედ დაგვენახოს და სწორი გადაწყვეტილებები და სწორი ნაბიჯები გადაგვედგას ჩვენ არა მარტო სულიერ ცხოვრებაში, არამედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავლის წინსვლაში და ჩვენი მომავლის განათლებაში და განვითარებაში. ერთმა დაგლოცოთ სრულიად საქართველო და იოანე ნათლისმცემელი ფარავდეს მას. მთელი გული და სულით მიულოცავ დღევანდელ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, მთელ საქართველოს და მთელ კაცობრიობას. ის ძალიან დიდი იყო, პირველი იყო კაცთა შორის. ძალიან დიდი მოღვაწე, წინასწარმეტყველი, წინამორბედი, ნათლისმცემელი. რა ვიცი, შეგვეწიოს მისი მადლი, მისი ლოცვით საქართველოს მოემადლოს მშვიდობა, სიკეთე, გაგვაძლიეროს ჩვენ სარწმუნოებაში.